საღამომშვიდობის პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე ხადი კვათაძესთან და ლევან ჯავახიშვილთან ერთად. საღამომშვიდობის. რასა იუკნევიჩიანის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც საქართველოს მოქალაქეების შერჩევითად დასჯას ითვალისწინებს. სტუდენტური ფესტივალი 2026 გამარჯვებულების დაჯილდოება და მთავრობის მეთაურის მიმართვა ახალგაზრდებს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ბელგიაში ვიზიტი დაასრულა ქრონიკა ბრიუსელიდან. Facebook-ით გათავისუფლებული ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე პარტიაში რჩება სააკაშვილის შეკვეთილი ლიდერი კი შეხვედრებს უკვე მართავს რა ხდება პარტიაში. სკოლების ინფრასტრუქტურის განახლების პროცესში 77 ობიექტის დასასრულებლად 425 მილიონი ლარის სამუშაო სრულდება. ახალი მიზნები და ამბიციური გეგმები ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ქვეყნის ეკონომიკისა და მეწარმეების მხარდასაჭერად. ხელშეუხებლები და დასასჯელები ევროპარლამენტი თანასწორობის წინააღმდეგ და შერჩევითი მიდგომით დავალება და მოთხოვნა ევროკომისიისთვის ასეთია. უვიზო მიმოსვლა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლებს შეუნარჩუნდეთ, ყველა დანარჩენს კი აეკრძალოს. რასა იუკნევიჩიანეს რეზოლუცია მართველი გუნდის შეფასებით საზოგადოების მეტად დაპირისპირებას ისახავს მიზნად. სოფო ბერძე გიამბობთ. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას შექმნას მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ. ევროპარლამენტი ევროკომისიას საქართველოს მოსახლეობის შერჩევითად დასჯის კლასიკურ მაგალითს სთავაზობს, რაც თავის მხრივ დემოკრატიული ღირებულებების დარღვევის კლასიკური მაგალითიც არის. მიდგომა, რომელიც სრულად ემთხვევა საზოგადოების დაყოფის იმ კარგად ცნობილ ფორმულას, როცა ყველა თანასწორია, თუმცა ზოგიერთი უფრო თანასწორი. ერთის მხრივ პოლარიზაციაზე გვესაუბრებიან, მეორეს მხრივ ყველანაირ მექანიზმს და ყველანაირ საშუალებას იყენებენ იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო ფრაგმენტირებული იყოს, კიდევ უფრო დაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული, რაც ნამდვილად სამწუხაროა, რომ ეს ხდება სწორედ ევროპარლამენტარების ხელით. ხელისუფლებისგან განსხვავებით ოპოზიციას ქართული საზოგადოების კატეგორიებად დაყოფის სურვილი საერთოდ არ ადარდებს. ეს ალბათ იმიტომ, რომ მოსახლეობის დაყოფის მომხრე თავადაც არიან და პრინციპში ამას ყოველდღიური პოლიტიკითაც ადასტურებენ. მე სწორად მიმაჩნია, რომ უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს დამნაშავე რეჟიმის გარდა. ბრიუსელის მხრიდან გამიჯნულია ქართველი ხალხი და ქურდები, კრიმინალები, თაღლითები და ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება. ეს კომენტარებიც აჩვენებს, რა არის საზოგადოების დაყოფის გაუგონარი იდეის მთავარი მიზანი. მართველი პარტია პირდაპირ ამბობს, რომ ინიციატივის ავტორებს ქვეყანაში ექსტრემიზმისა და რევოლუციური სცენარების გააქტიურება სურთ. სურთ დაისაჯოს ყველა, ვინც მათ პოზიციებს არ იზიარებს. იმდენად აბსურდული იდეა თუ ინიციატივაა, რომ ნამდვილად მიჭირს სერიოზული შეფასება მივცე ამ საკითხს, პირდაპირ ცდელობას საზოგადოების დაყოფისა სხვადასხვა ჯგუფებად და შემდეგ ამ ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირების. ამისი არსი მხოლოდ ეს არის. საერთოდ შემაშფოთებელია, რომ ადამიანს თუ ადამიანთა ჯგუფს საერთოდ ეს იდეაც კი აქვს, რომ მაქსიმალურად დააპირისპირონ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთს და რაც თავარია დააპირისპირონ საკუთარ ხელისუფლებას. და ეს არ არის უბრალოდ იდეა, დღეს უბრალოდ დოკუმენტში ჩაიდო ეს საკითხი, თორემ ეს პრინციპი სამწუხაროდ დიდი ხანია ამ პოლიტიკური ჯგუფების სტრატეგია და მიზანია. ადამიანს არ შეიძლება მოაფიქრდეს, რომ საქართველოს მოქალაქეები დაყოს კატეგორიებად და თუ ვინმე ჟურნალისტია ან ვინმე სტუდენტია, მას უნდა კონდეს რაიმე სხვა პრივილეგია, ვიდრე მაგალითად, არ ვიცი, ქიმიკოს ან მასწავლებელს. ანუ აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სრული აბსურდია ეს. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ევროკომისია ამ მოწოდებას ნამდვილად არ გაითვალისწინებს. წლებია საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციებს იდენტური შინაარსი და იდენტური მოთხოვნები აქვთ. წლებია ევროპარლამენტარები ყველა დოკუმენტით ერთსა და იმავე მიმართვებს აკეთებენ. მაგალითად, ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვდნენ 2024-შიც, 25-შიც და ახლა უკვე 2026 წლის ანგარიშითაც. 2 წელია ყველა დოკუმენტით ითხოვენ სანქციების დაწესებას. 2 წელია ლაპარაკობენ დემოკრატიულ უკუსლასა და ვიზა ლიბერალიზაციის გადახედვის მოთხოვნას. იდენტური ტექსტები თბილის არწმუნებს, რომ საქმე რეალობის შესწავლის გარეშე რეზოლუციების გადაწერასთან აქვს.
საპარლამენტო დელეგაციამ ბელგიაში ვიზიტი დაასრულა. ლუქსემბურგის შემდეგ დეპუტატების შეხვედრები ბრიუსელში ჰქონდათ ერთ-ერთი ბოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. შიდა საქმეებსა და არჩევნებში ჩარევა, სანქციების იძულება, ქართულმა მხარემ ბელგიურს ეს და სხვა პრობლემური საკითხები გააცნო. ანუგე ჩხიკვაძე ბრიუსელიდან გვერდება. საქართველოს ერთგული რჩება ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების და ჯანსაღი დიალოგის, სადაც განცხადებები არა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ობიექტურ ფაქტებზე დაფუძნებით კეთდება. ეს იყო მთავარი სათქმელი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის, რომელიც ლუქსემბურგში და ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში ქართველმა დეპუტატებმა პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებს უთხრეს, მათ ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს მიღწევებთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მიღწევებს ევროინტეგრაციის გზაზე. საუბარი ასევე, რა თქმა უნდა, შეეხო საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებს. ამ კუთხით ქართველმა დეპუტატებმა, როგორც ლუქსემბურგში, ასევე ბელგიაში, ისაუბრეს იმ უსამართლო დამოკიდებულებაზე, რომელიც ხშირად ჩვენი ქვეყნის მიმართ ბრიუსელს აქვს, რაც მათ შორის გამოიხატება კონკრეტული კანონების კრიტიკაში, ევროპელი ლიდერების მხრიდან აქციების მხარდაჭერაში და ქართველი ხალხის არჩევანის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით ქართველმა დეპუტატებმა კიდევ ერთხელ უთხრეს, როგორც ლუქსემბურგში, ასევე ბელგიაში, როგორც საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ საქართველოს მზად არის ჯანსაღი დიალოგისთვის და დროა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან შეცვალოს მიდგომები, რათა დეზინფორმაციას, რომელიც ხშირად ბრიუსელში საქართველოზე ვრცელდება, ჩვენმა ქვეყანამ არგუმენტებით უპასუხოს. ჩვენი ვიზიტის მთავარი ამოცანა იყო, რომ მიგვეწოდებინა ინფორმაცია ჩვენი ლუქსემბურგელი და ბელგიელი კოლეგებისთვის იმასთან დაკავშირებით, თუ რეალურად რა ხდება საქართველოში. მუდმივად მოთხოვნა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესონ, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ჩარევა, კონკრეტული საგარეო საქმეთა მინისტრების ოპოზიციის მიტინგზე დგომა, ასევე ის ფაქტი, რომ ძალადობრივი დემონსტრაციები არ იქნა დაგმობილი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქმნის პრობლემებს და ქმნის ასე ვთქვათ, საქართველოსა და ევროკავშირის შორის უნდობლობას. დავადასტურეთ მზაობა, რომ ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ პოლიტიკური დიალოგი და ვისაუბროთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც აწუხებს ევროკავშირს ერთის მხრივ, მაგრამ რომელიც გვაწუხებს ჩვენს. არის ინტერესი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიდი უმრავლესობისგან სრულფასოვანი დიალოგის აღდგენის, საუბრის, კონსტრუქციული დიალოგის, ამიტომ რა თქმა უნდა, ამისთვის მნიშვნელოვანია შემხედრი ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდგას და ამ ტიპის ვიზიტები სწორედ ამას ემსახურება. ჩვენ მხოლოდ გვაქვს იმედი, რომ საერთო ჯამში საღი აზრი გაიმარჯვებს წევრი ქვეყნების უმრავლესობაში. საქართველოს მზად არის ევროკავშირთან ჯანსაღი დიალოგის ფორმატში გადავიდეს, რაც უკვე გაახმიანეს ქართველმა დეპუტატებმა, როგორც ლუქსემბურგში, ასევე ბელგიაში. ქართველი დეპუტატების ვიზიტი ამით დასრულებულია. მადლობა, ეს ანუკი ჩხიკვაძე იყო ბრიუსელიდან. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ტრამპის დავალებას იღებს. გენერალური მდივანი მასშტაბურ ტრანსფორმაციას აანონსებს, მას შემდეგ, რაც ამერიკის ომის მდივანმა ალიანს თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილება გადასცა. ამერიკა ევროპის დაცვაზე მათ ნაცვლად ზრუნვას აღარ აპირებს. ზღვის ხარჯზე ყოფნის ეპოქა სრულდება, რა შეიცვლება დაკარგულ წლებად შეფასებული პერიოდის შემდეგ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. მარიამ გიგანიგი ამბობთ. ჩვენ საჯაროდაც და პირად საუბრებშიც მკაფიოდ განვაცხადეთ, აღარ დავუშვებთ მუქთახორობას. ამერიკის ომის მდივანმა ალიანსის მოკავშირეებს ბრიუსელში პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან მკაცრი გზავნილი ჩაუტანა. პიტ ჰექსეტის თქმით, ამიერიდან ნატოში ამერიკის შეერთებული შტატები თავის ვალდებულებებს იმის პროპორციულად შეასრულებს, თუ რამდენად გაზრდიან თავდაცვის კუთხით ძალისხმევას სხვა წევრი ქვეყნები. თავდაცვის მინისტრების სამიტზე ჰექსეტმა ალიანსის ევროპულ სახელმწიფოებს ისიც შეახსენა, რომ ირანთან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის გამოცდა ვერ ჩააბარეს. უკვე ზედმეტად დიდი ხანია ნატო ქაღალდის ვებხვი და ცალმხრივი ქუჩაა. ეს ასე აღარ გაგრძელდება. ევროპა არასდროს არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ცივი ომის შემდეგ ნატო ევროპის დაცვაზე აღარ იყო ორიენტირებული. ისეთ რამეებზე მუშაობდა, რასაც ბრძოლასთან კავშირი არ ჰქონდა. თავდაცვის ბიუჯეტები დაეცა, ისევე როგორც ევროპის რწმენას საკუთარი თავისა თუ ცივილიზაციისადმი. ნატომ დაკარგა მიმართულება. ეს იყო ნგრევისა და დემილიტარიზაციის, ზღვის ხარჯზე ყოფნის ეპოქა. ეს იყო დაკარგული წლები.
ამერიკის ომის მდივანმა ევროპაში ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობის გადახედვის 6-თვიანი პერიოდი დაანონსა და მოკავშირეები გააკრიტიკა, რომ ზოგიერთი მათგანი ამ დრომდე ვერ აცნობიერებს თავდაცვის ხარჯების გაზრდის აუცილებლობას. ტრამპის გზავნილების მოსმენის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ სამიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრები ალიანსის გადატვირთვაზე შეთანხმდნენ. გვჭირდება მეტი შეიარაღებული ძალები, მეტი რესურსი და მეტი წარმოება. ომის მდივანმა ჰექსეტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საჭიროა ნატოს ახალი 3 და 0 ვერსიის შექმნა, ანუ თანამედროვე ეპოქის შესაბამისად მისი გადატვირთვა. ჩვენ ამაზე დავთანხმდით და ამ მიზნით ალიანსი ყველაზე მასშტაბურ ტრანსფორმაციას გადის. მარკ რუტეს განცხადებით ევროპულმა ქვეყნებმა თავდაცვის უნარიანობა კიდევ უფრო უნდა გააძლიერონ იმის ფონზე, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნატოს მაღალი მზადყოფნის შეიარაღებულ ძალებში საკუთარი წვლილის შემცირება გადაწყვიტა. ჯერ არ გასაჯაროებულა თუ კონკრეტულად რომელ სფეროში შეამცირებს ვაშინგტონი თავის ვალდებულებებს, თუმცა ეს დიდი ალბათობით ევროპაში საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობებს შეეხება. სტუდენტური ფესტივალი 2026-ის გამარჯვებულები და საუკეთესო უნივერსიტეტები დაჯილდოების ცერემონია შედგა ახალგაზრდებს პრემიერ-მინისტრმა, განათლების მინისტრმა და დედაქალაქის მერმა მიმართეს. ფესტივალი 1 მაისს რუსთავში გაიხსნა და 14 ივნისს თბილისში მოხალისეთა გარბენით დასრულდა. მაკუნა აბულაძეა პირდაპირ ეთერში. სტუდენტური ფესტივალი 2026 შეიძლება ვთქვათ, რომ ნამდვილად შედგა და ამას ადასტურებს ის მასშტაბური რაოდენობა მონაწილეების, რომლებიც ამ ღონისძიებაში ჩაერთნენ. 20,000-ზე მეტი სტუდენტი 42 უმაღლესი სასწავლებლიდან, რომლებმაც მიიღეს სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა, 45 საგანმანათლებლო, სპორტული თუ კულტურული ტურნირი ჩატარდა როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. დღეს კიდევ ერთხელ მთავრობის მეთაურმა შეკრებილ სტუდენტებს უთხრა, რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია ახალგაზრდებზე ზრუნვა, ამიტომ მთავრობა ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ იდეებს, რომელთა მიზანიც იქნება ახალგაზრდებისთვის მოტივაციის ამაღლება, მათი მხარდაჭერა და რაც მთავარია სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნება. ღონისძიებების გამორჩეულად ფართო სპექტრი მოიცვა წელს სტუდენტებმა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეტყოლებს იმაზე, რომ მოტივაცია იყო ძალიან დიდი, ენთუზიაზმი იყო ძალიან დიდი. ამისათვის თითოეულ თქვენგანს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ, მინდა მოგილოცოთ ყველას, იმიტომ რომ ეს ისეთი ღონისძიებაა, სადაც მონაწილეობა არის უკვე გამარჯვება. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია მომავალში ცხარი დავუჭიროთ მაქსიმალურად ასეთი ღონისძიებების ჩატარებას. პირობა შეგვიძლია დავდოთ კიდევ ერთხელ, რომ ყოველწლიურად ჩატარდება სტუდფესტი და კიდევ უფრო ფართოდ გაიშლება სტუდფესტის ფარგლებში ღონისძიებების ჩამონათვალი. მე მგონი ყველა ხედავს თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, რა პროცესები მიდის მსოფლიოში, ამიტომ თითოეული ახალგაზრდის როლი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ხვანიდელი დღისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. სტუდენტური ფესტივალი არის სივრცე, სადაც ერთიანდება უამრავი ახალგაზრდის ნიჭი, უნარები და შემოქმედება. შესაბამისად მჯერა, რომ გამოცდილებამ, რომელიც ფესტივალის ფარგლებში მიიღეთ, დაგეხმარებათ საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში. უფროსი თაობის გამოცდილების, წარსულის პატივისცემის, ეროვნული იდენტობის გაღვივებისა და ახალგაზრდების ჩართულობის ერთობლიობა არის სწორედ ის, რაც ჩვენი სამშობლოს უკეთეს მომავალს განაპირობებს. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია გავაძლიეროთ ახალგაზრდების ინტერესი და მოტივაცია, რომ გახდნენ სიახლეების ავტორები, შემქმნელები. სწორედ ამგვარი დამოკიდებულების ერთ-ერთი გამოხატულებაა სტუდენტური ფესტივალი. ჩვენ გავედით პირველ ადგილზე თანამედროვე ცეკვებში. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დავაჯილდოვა, იმიტომ რომ რავი, ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. გავიმარჯვოთ ქართულ ჭიდაობაში. მომავალშიც თუ კიდევ იქნება მსგავსი ღონისძიებების ჩატარება, უფრო წაადგება მომავალ თაობას და ახალგაზრდობას. ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სტუდენტური ფესტივალი 2026, პირობა გაცემულია და როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, მომავალ წლებშიც მსგავსი ტიპის მასშტაბური ღონისძიებები სტუდენტების მხარდასაჭერად აუცილებლად ჩატარდება. მადლობა, ეს მაკუნა აბულაძე იყო. ციხიდან და Facebook-ით გათავისუფლებული თავმჯდომარე ნაციონალურ მოძრაობაში რჩება სააკაშვილის შეკვეთილი ლიდერი შეხვედრებს უკვე მართავს. მსჯავრდებული კმაყოფილია, პარტიაში კი მხოლოდ ახლა აღიარეს, რომ სტაგნაცია და უმოქმედობა აწუხებდათ და კომუნიკაციის, ასევე ფინანსური პრობლემები აქვთ. ნინო არგულიანი გიამბობთ. რა თქმა უნდა, რჩები ნაციონალურ მოძრაობაში.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იმ პარტიაში რჩება, სადაც მისი ადგილი მისი აღარ არის. თანამდებობიდან Facebook პოსტით გაშვებული თინა ბოკუჩავა მუშაობას იქ განაგრძობს, რომლის ლიდერსაც გუშინ არათანმიმდევრული უწოდა. ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს. ეს არის ვეტერანების და ახალი თაობის ნამდვილი თანავარსკვლავედი. ნაციონალური მოძრაობიდან თინა ბოკუჩავა არ წასულა, მისი ადგილი კი სააკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანს მისცა. მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი ჟორჟოლიანი ამბობს, რომ პარტიაში ყველაფერი ისე იქნება, როგორც სააკაშვილი იტყვის. ანუ სააკაშვილის კარზე გვარები იცვლება, ლიდერი კი არა. ნიშნულობა არ აქვს, რას ფიქრობს ბაბლი. ეს ბაბლი ვიყავით ხაბეს, რომ ვიწუნებდით და ჯერ რასაც ხედავ პარტიაში ყველაზე კარგ თავმჯდომარედ სწორედ ხაბეს თვლიან. ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნები ჯერ არ ყოფილა, მაგრამ არჩევანი უკვე გაკეთებულია. პარტიაში თან გვარწმუნებენ, რომ გადაწყვეტილებას ყრილობა იღებს, თან უკვე ნანუკა ჟორჟოლიანს მოერგნენ. ნაციონალურ მოძრაობაში გუშინ თინა ბოკუჩავას ერთგულებმა დღეს ბოკუჩავას ზურგი აქციეს. პარტიას იყოს უფრო გამჭირვალე, მოვიზიდოთ ფინანსური რესურსები. ამ საქმეში ყველაზე ეფექტიანი არის ნანუკა ჟორჟოლიანი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია. ბოლო პერიოდის სტაგნაცია, მომრჩევლის დაკარგვა, შიდა პარტიული კომუნიკაციის პრობლემები და ფინანსური საკითხები. პოლიტიკური უმოქმედობა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. არადასხვები, რომ პარტიაში კრიზისზე მიუთითებდნენ, ნაციონალური მოძრაობა არ აღიარებდა, ისევე როგორც იმას, რომ მათი ლიდერი არათანმიმდევრულობის გარდა გარე დავალებების შემსრულებელია. თინა ბოკუჩავა რას მიზავდა, წარმოგიდგენიათ? რომ სააკაშვილი იღებს არათანმიმდევრულ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. ეს რომ ეთქვა მე 48 საათის წინ. გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ეს არის პროპაგანდისტი, რაღაც ტყუილ ნარატივებს ავცელებს ჩვენ საყვარელ პრეზიდენტზე და ასე შემდეგ. არა და რამდენი ხანია ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ეს ხალხი არის დამოკიდებული უცხოურ გავლენებზე. ეს არის მათი მთავარი ამოცანა, რომ თავიდან ბოლომდე საზოგადოება რადიკალური ოპოზიციის ჭრილში დაკონცენტრირდეს აი ამ კინკლაობაზე, ალიანსზე, უშუალოდ ნაციონალურ მოძრაობაზე და ავტომატურად მათთვის გამიჯნული გახდეს ლელო და პარტია გახარია, იქიდან გამომდინარე, რომ ასე აწყობს ახლა მათ გარე პატრონებს, ვინაიდან უყურეს და 14 წლის განმავლობაში, როდესაც ფსონს დებდნენ ერთ და იგივე კონფიგურაციაზე 10 არჩევნები მოუგეთ. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, რომელიც პრობლემებს სხვაგან ეძებდა, მთავარი პრობლემა საკუთარ პარტიაში აქვს. თინა ბოკუჩავა ყრილობამდე რამდენიმე კვირით ადრე თანამდებობიდან ფაქტობრივად მოხსნეს. საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას ახალი ხელმძღვანელი ხავს. მას ირაკლი გაბრიაძე გაუძღვება. უწყება, რომელიც სააგენტო აწარმოებს საქართველოში ბაზაზე შეიქმნა, ქვეყანაში კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ემუშავებს. სიახლე დიდ პროექტებს, მათ შორის ენერგეტიკის სექტორის განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მაკოლ ორთქიფანიძე გიამბობთ. ახალი კორპორაცია ახალი მიზნებით და ამბიციური გეგმებით ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში ორგანიზაციამ ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა შეასრულოს. ეკონომიკის განვითარების კორპორაცია იმ საქმეებს გააგრძელებს, რომლებიც 10 წლის წინ სააგენტო მაწარმოე საქართველოში დაიწყო და რომლის ანგარიშზეც 20.000-მდე მხარდაჭერილი სამეწარმეო პროექტი და 8 მილიარდ ლარამდე მოზიდული ინვესტიციაა. ჩვენი ძალიან დიდი სურვილი არის, რომ ყო მასშტაბი და ჩვენი ასე ვთქვათ აქტივობების და სერვისების კომპონენტი იყოს უფრო მსხვილი იმისთვის, რომ მსხვილ სექტორებზე თქვენი დადებითი გავლენა უფრო სწრაფად გავრცელდეს. ახალი სტრუქტურით იზრდება როგორც უწყების მასშტაბი, ისე პასუხისმგებლობა ეკონომიკური ზრდისა და ამ ტემპის შენარჩუნების პროცესში. კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს ისეთი დარგების განვითარებაში, როგორიცაა ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა. ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტზე კონცენტრირებული არ იქნება. სერვისების გაფართოების ფონზე ელიან, რომ ახალ ორგანიზაციას დადებითი გავლენა ექნება მსხვილ სექტორებზეც. კორპორაცია იმუშავებს რამდენიმე მიმართულებით იმისაც, რომ ხარი დაუჭიროთ ქართული ეკონომიკის ზრდას და განვითარებას. კორპორაციის მიზანია, რომ ხელი შეუწყოს სასაზღვრო ინსტრუმენტების გამრავალფეროვნებას. გეგმავთ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში მხარს დაუჭერთ 40 მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში. კერძო სექტორში მიიჩნევენ, რომ კორპორაციის შექმნა საქართველოში უცხოური ინვესტიციებისა და კაპიტალის ზრდის წინაპირობაა, რაც ბუნებრივია თავისთავად აისახება მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და ისეთი პროექტების დაფინანსებაზე, რომლებიც ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.
თუ კორპორაცია ძლიერი იქნება და ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს, შემცირდება საინვესტიციო რისკები და ჩვენ ქვეყანას გაიზრდება საინვესტიციო რეიტინგი, რაც თავის პირდაპირ პროპორციულ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან. საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნა მოხდა იმ პროდუქტების და იმ შეთავაზებების ბაზაზე, რაც უკვე არსებობს და მათი უფრო კომერციალიზაციის ნაწილს შეეხება და მნიშვნელოვანი იქნება, რომ ერთი კომპლექსური მიდგომა იქნება სახელმწიფოს მხრიდან. ახალი გადაწყვეტილებით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ორი მსხვილი სფერო. კორპორაცია ფინანსური ინსტრუმენტებისა და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი, ხოლო ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარმოსადგენად დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა ინვესტიციების სააგენტო. ქართული საექსპერტო საქმიანობის მაღალი ხარისხი და საერთაშორისო დონის პროფესიონალიზმი შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის სამმართველომ ამერიკული აკრედიტაციის ცენტრის ყოველწლიური შეფასება წარმატებით გაიარა. აღნიშნული ცენტრი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და მაღალი სანდოობის მქონე აკრედიტაციის ორგანოა. მარიამ ქართველიშვილის რეპორტაჟი. საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს აღიარება ლაბორატორიების აკრედიტაციის ამერიკული ასოციაციისგან. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის კრიმინალისტიკურმა სამმართველომ ყოველწლიური შეფასება წარმატებით გაიარა. უწყების საქმიანობის მაღალი ხარისხი, თანამშრომლების პროფესიონალიზმი და საერთაშორისო ნდობა. საერთაშორისო ISO სტანდარტის შემოწმების დროს ავტორიტეტულმა ამერიკელმა შემფასებელმა ქართველი ექსპერტ კრიმინალისტები დანაშაულის ადგილზე შეამოწმა. სურს მადლიერება გამოხატო კრიმინალისტური ლაბორატორიის წარმომადგენლების მიმართ, იმისათვის, რომ მომეცა შესაძლებლობა ჩამოსულიყავი საქართველოში, რათა ქართველ კრიმინალისტებს მიეღოთ შესაბამისი აკრედიტაცია. პროცესმა წარმატებით ჩაიარა. თბილისის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლების მუშაობის პრაქტიკა, ცოდნა და არსებული ტექნიკის გამართულობა საერთაშორისო ექსპერტმა დეტალურად შეამოწმა. ქართველი კრიმინალისტების მიერ შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებების შეგროვებისა და მათი დამუშავების ტექნიკასაც თავად აკვირდებოდა. სამუშაო შეხვედრების შედეგად განხორციელდა გარკვეული შეფასებები და დაკვირვებები სამმართველოს პირად შემადგენლობაზე და ასევე ადმინისტრაციული კუთხით გადამოწდა სხვადასხვა დოკუმენტაცია. საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კიდევ ერთხელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციისგან აღიარება იმის დასტურია, რომ უწყება კვალიფიციური კადრებით მაღალი სტანდარტებით მუშაობს. აკრედიტაციის მოპოვება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი გახლავთ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დეტალურად გავეცანით იმ კრიტერიუმებს, რაც იყო აუცილებელი აკრედიტაციის მოსაპოვებლად და დღეს უკვე ჩვენი ორგანო აკრედიტირებულია A2LA-ის მხრიდან. გამოძიების ეფექტიანობისთვის დანაშაულის ადგილის დროულ კვალიფიციურ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის დათვალიერებას კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება. ამაზე სამართლიანი სახელმწიფოების საგამოძიებო უწყებები თანხმდებიან. დანაშაულის ადგილი კი ექსპერტ კრიმინალისტებისთვის მთავარი სამუშაო სივრცეა და მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები, ჩატარებული კომპლექსური კვლევები ხშირად დანაშაულის გახსნის ერთადერთი გზა. ლაბორატორიების აკრედიტაციის ამერიკული ასოციაციისგან აკრედიტაცია 50-ზე მეტი ქვეყნისთვის აქვს გაცემული. მათ შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია. მუნიციპალური განვითარების ფონდი საჯარო სკოლების შეფერხებული მშენებლობების და პრობლემური პროექტების მართვას აგრძელებს. ქვეყნის მასშტაბით სკოლების ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი აქტიურ ფაზაშია. ბიუჯეტიდან 425 მილიონი ლარია გამოყოფილი. ნინი ჩუბენიძე ამბობთ. უსაფრთხო თანამედროვე და სრულფასოვანი საგანმანათლებლო სივრცე. ეს ის მთავარი იდეა, რომლის გარშემოც სახელმწიფო უწყებები და სკოლის წარმომადგენლები გაერთიანდნენ. 70-ზე მეტი სკოლის დირექტორებმა და მოსწავლეთა მშობლებმა დღეს განათლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებისაგან მოისმინეს, თუ რა ვადებში დასრულდება მათი სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია. ვაიდენტიფიცირებთ ყველა იმ სკოლას, რომელიც დგას კონკრეტული გამოწვევებისა და საჭიროებების წინაშე და შემდეგ უკვე კოორდინირებულად როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე რეგიონულ განვითარების სამინისტროსთან ხდება ამ სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე შესაბამისი რეაგირება. პროექტებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განაგრძობს. ამ ეტაპზე 77 ობიექტის დასასრულებლად 425 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაო მიმდინარეობს. მათ შორის 53 ახალი სკოლის მშენებლობა, 14 სკოლის სრული რეაბილიტაცია და 10 სკოლის პროექტირება. პარალელურად საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით დამატებით 10-ობით სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლის საზოგადოება იყოს აქტიურად ჩართული პროცესებში და იცოდნენ ზუსტად ის რეალობა, რა რეალობაც არის და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავს კომუნიკაციას იმ სკოლის წარმომადგენლებთან, სადაც საჭირო იქნება რეაბილიტაცია თუ ახალი სკოლის მშენებლობა. განათლების სამინისტრომ პრიორიტეტად განსაზღვრა 312 სკოლა დაახლოებით. წელს ჩვენ მუნიციპალური განმთავრების ფონდი დავაპროცესებთ 100-მდე სკოლის მშენებლობას პროექტირების შესყიდვას. წლის ბოლომდე 70 სკოლიდან 50 სკოლის დასრულება იგეგმება. ღია დიალოგი და პირდაპირი ურთიერთობა სკოლის წარმომადგენლებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მომდევნო წლიდან დაიწყება სკოლაში სამშენებლო სამუშაოები. ჩვენი სკოლის რეაბილიტაციას დაახლოებით დასჭირდება 2 წელიწადი. მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ეტაპობრივად ყველა იმ სკოლის წარმომადგენლებთან გაიმართება, სადაც სამშენებლო თუ საპროექტო პროცედურები იწყება. პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამის ფარგლებში ყველაზე მოთხოვნად მოკლევადიან კურსებზე რეგისტრაცია იწყება. პროგრამაში 16 პროფესიული კოლეჯია ჩართული. პროგრამა 38 მოკლევადიან კურსს მოიცავს. თამარ ჩიკვატია გვეტყვის უფრო მეტს. დამთავრების შემდეგ უკვე ჩვენ ვართ ჩვეულებრივი პროფესიონალები. წარმატებული სახელმწიფო პროგრამა, რომლის დახმარებითაც მხოლოდ წელიწად ნახევარში 3748 ადამიანი დასაქმდა გრძელდება. გაიზარდა სასწავლო კურსების რაოდენობა და სფეროები. დედაქალაქსა და რეგიონებში მოქალაქეები უფასოდ შეისწავლიან სასურველ პროფესიას და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. აკადემიაში გავიარე გადამზადების კურსი, შევისწავლე კლასიკური კოსმეტოლოგია. მალევე დავსაქმდი ამ სფეროში და დღემდე ვარ მოქმედი კოსმეტოლოგი. 16 პროფესიული კოლეჯი და 38 მოკლევადიანი კურსი. პროგრამა აერთიანებს ყველაზე მოთხოვნად დარგებს, მათ შორისაა სილამაზის ინდუსტრია, სასტუმრო საქმე და კულინარია. ჩვენ უკვე გვყავს 200-მდე კურსდამთავრებული, რომელთა უმეტესობა წარმატებით დასაქმდა როგორც ჩვენს ესთეტიკურ ცენტრში, ასევე სფეროს სხვა წამყვან კომპანიებში. აღნიშნულ კადრებზე ყოველთვის ძალიან დიდი მოთხოვნაა შრომის ბაზარზე. ამისათვის დაწესებულება სრულიად მზად არის, რომ მომზადოს მაღალი კომპეტენციის კადრები. მხოლოდ 19 თვის განმავლობაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ 150-მდე პროფესიული კურსი დააფინანსა, რომელშიც ჩაერთო 6000-მდე სამუშაოს მაძიებელი. პროგრამის დასრულების შემდეგ კი 4000-მდე ადამიანი დასაქმდა. პროფესიული კურსების შერჩევა ხდება შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნადი სპეციალობების შესაბამისად. კომისიის ფარგლებში ხდება შესწავლა, თუ რამდენად არის აკრედიტებული ეს სასწავლებელი და შემდგომ ხდება გაშვება ამ კურსის. სამუშაო ადგილებისა და მოქალაქეებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა მთავრობის პრიორიტეტია. სახელმწიფო პროგრამების მუდმივი გაფართოვებით კი შრომითი ბაზარი ყოველწლიურად უფრო მეტად ვითარდება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს აქ შეუქმნათ დასაქმების საუკეთესო საშუალებები, დავაინტერესოთ იმისთვის, რომ აქ დარჩენ საქართველოში, გადამზადდნენ, შეიძინონ ახალი პროფესია, ახალი უნარები გამოაჟღავნონ და შესაბამისად დასაქმდნენ საქართველოში. პროფესიული მომზადება გადამზადების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგისტრაცია 22 ივნისს დაიწყება და 26 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 1 ივლისიდან საქართველოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესები მკაცრდება. ტბებზე, მდინარეებსა და წყალსაცავებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მცურავის საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის აღება სავალდებულო ხდება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილება ბოლო წლებში მომრავლებულ ინციდენტებს უკავშირდება. ანა ბერძენიშვილის რეპორტაჟი. გზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა. შიდა სახმელეთო წყლებში მცურავის საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის აღება სავალდებულო ხდება. ვადა 1 ივლისამდეა. 38-მა ფიზიკურმა პირმა დოკუმენტი უკვე აიღო. ჩვენთვის ბევრად უფრო საინტერესო იყო, როგორც კი გახდა ცნობილი, რომ შეგვეძლო ჩვენი ისედაც პროფესიული მეზღვაურები, ესე ვთქვათ, აღვეჭურვა მართვის მოწმობებით. 2020-2026 წლებში საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე სხვადასხვა მცურავის საშუალებების მონაწილეობით 80 ინციდენტი მოხდა. სწორედ ამიტომ საინფორმაციო შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს. ეს ძალიან შეუწყობს ხელს, რათა მივიზიდოთ ტურისტები და ვიზიტორები და უსაფრთხოდ გადავაადგილოთ. კატარღები, იახტები, მოტონავები, ჰიდროციკლები, კატამარანები, სამგზავრო პლატფორმები. რეგისტრაციას დაექვემდებარება კანონით განსაზღვრული ყველა სახის მცურავის საშუალება. რეგისტრაციამდე კი სავალდებულო ხდება ტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირება.
ამ რეგულაციების მთავარი მიზანია საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება, ასევე საქართველოს სტუმრების, მათ შორის ტურისტების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვა. ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან მოქალაქეებს, მათ შორის ტურისტებს, მათ უნდა გააჩნდეთ ძირითადი ცოდნა და კვალიფიკაცია ამ ცურავს საშუალებებთან მიმართებაში. დადგენილი რეგულაციები გავრცელდება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლებიც საქართველოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობენ ან მგზავრები გადაჰყავთ. 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი სერტიფიკატს 5 წლის ვადით მიიღებს. სამოქალაქო უსაფრთხოების ნორმებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა წყალზე ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით დადგენილი რეგულაციები. ახალი რეგულაციები არ გავრცელდება კაიაკებზე, პირადი დანიშნულებით გამოყენებულ მცურავ საშუალებებზე. ასევე რეგისტრაციას არ დაექვემდებარება 3 მეტრზე ნაკლები სიგრძის ძრავის არ მქონე მცურავი საშუალებები. ვინც კანონს არ დაემორჩილება, 1 ივლისიდან დაჯარიმდება. მოძრაობის ფიზიკური და ცეკვის თეატრის მე-6 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს პირველად ესტუმრა ჩინური თანამედროვე ცეკვის ერთ-ერთი ფუძემდებელი ქორეოგრაფი უილი ცაო. მან საკუთარ დასთან ერთად სპექტაკლი უსასრულო წარმოადგინა და შორენა კოპალეიშვილი მოგვიყვება. თანამედროვე ცხოვრების აჩქარებული რიტმი და ადამიანის მუდმივი აქტიურობა. სამყაროს ამ გამოწვევას ეხმიანება ჩინეთის თანამედროვე ქორეოგრაფიული დასის სპექტაკლი უსასრულო. თითოეული სცენა ადამიანის არსებობის სირთულეების ქორეოგრაფიულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს და განმეორებადი მოძრაობებით ყოველდღიური რუტინის უსასრულო ციკლს განასახიერებს. პეკინის დამოუკიდებელი დასის ჩინური სახელწოდებაც სიმბოლურად ძლიერ შემოქმედებით ენერგიას გამოხატავს. Beijing Dance-ის მოცეკვავებმა საქართველოში მოძრაობის ფიზიკური და ცეკვის თეატრის მე-6 საერთაშორისო ფესტივალი დახურეს. პირველად ესტუმრა ჩვენი დასი თქვენ საოცრად მშვენიერ ქვეყანას. ჩვენ ყოველთვის ვუტოვებთ მაყურებელს საკუთარი აღქმით დაინახონ თანამედროვე ცეკვის სპექტაკლი. ამიტომ თითოეული ნაწილი ყოველთვის არის ვიზუალურად წარმოსახვითი. თავარია რომ მათ იგრძნონ ცეკვით გამოხატული ემოცია. საოცარი მაყურებელი იჯდა დარბაზში. სპექტაკლის განმავლობაში სულ გრძნობდით მათგან გამხნევებას. ხშირად ეს მხოლოდ დასასრულისკენ ხდება, მაგრამ აქ ყოველ მომდევნო სცენას გრძნობდნენ. ამის განცდა ბევრს ნიშნავს თითოეული მოცეკვავისთვის. დასის სათავეში ლეგენდარული დამფუძნებელი თანამედროვე ჩინური ცეკვის პიონერად აღიარებული ვილო ცაო დგას. ქორეოგრაფი, რომელიც სპეციალურად ფესტივალის დახურვაზე პირველად ეწვია საქართველოს. სპექტაკლის ბოლოს საერთაშორისო ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა. ძალიან გაგვიმართლა, რომ ვილი ჩაოს ეს მის მიერ დაფუძნებული დასი ჩამოვიდა საქართველოში. ესეთი შემოქმედებითი კავშირები ჩვენთვის აუცილებელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. სინათლისა და ჩრდილის თამაში წარმოდგენილი თანამედროვე ქორეოგრაფიული სპექტაკლი უსასრულო ერთგვარ ანარეკლად იქცა, სადაც გარე სამყაროს ხმაურში შესაძლოა საკუთარი თავი ხელახლა აღმოაჩინო. ეს ყველა სიახლეს გაიცნობით იმედი News G-ზე. 23 საათზე კი იმედი ლაივი დაიწყება. ნახვამდის.